ბუკნარში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების შემდეგ კონფლიქტის საბოლოო დეესკალაციისთვის სამოქალაქო სექტორი რელიგიის თავისუფლების სფეროს ფუნდამენტურ რეფორმას ითხოვს. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი რელიგიურ ჯგუფებთან და აქტივისტებთან ერთად მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს მუსლიმი თემისა და ქრისტიანული მრევლის მშვიდობიანი თანაცხოვრება. სამოქალაქო სექტორი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებისკენ მოუწოდებს. ნინო გაზელიანი საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნინო, რატომ ითხოვენ რელიგიის სააგენტოს გაუქმებას? კეთი, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლების შეფასებით სახელმწიფო რელიგიურ მრავალფეროვნებაში ხედავს პრობლემას და საფრთხეს. ამ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ თავად სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკა არის საფრთხის შემცველი. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კი არის სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკის გამტარებელი. ისინი და ფიქრობენ, რომ განსაკუთრებით საფრთხეს და უნდობლობას ხელისუფლება იჩენს მუსლიმი თემის მიმართ და ეს ვლინდება სწორედ კონტროლშიც და ეს კონტროლი კიდე მათი აზრით დადასტურებულია იმ ფაქტითაც, როდესაც დასავლეთ საქართველოს მუფტს ირჩევდნენ, ამ არჩევაში და მის დანიშნულში ფაქტობრივად მრევლი არ მონაწილეობდა და ეს სწორედ მათი ვარაუდით მოხდა სახელმწიფო უსაფრთხოების სახელმწიფოს ჩარევით და სწორედ მიზანი იყო, რომ აკონტროლონ, კარგად აკონტროლონ მუსლიმი თემი, ვინაიდან ისინი ამ ხალხში ხედავენ საფრთხეს. ისინი ასევე პრობლემად მიიჩნევენ თავად სააგენტოს მუშაობას, თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებითაც, როდესაც რამდენიმე წლის წინ მთავრობის გადაწყვეტილებით 4 ორგანიზაციას დაუწესდა დაფინანსება. სააგენტო ანხორციელებს მენეჯმენტს და თავად სააგენტო უწესებს, თუ როგორ უნდა განკარგონ ეს ფინანსები, რაც ასევე მიაჩნიათ, რომ არ არის სწორი და ზოგადად ფიქრობენ, რომ სააგენტო არასწორად მუშაობს და საჭირო არის მისი გაუქმება და ყველაზე დიდ პრობლემას კიდევ სწორედ ამ რელიგიური თემების, განსაკუთრებით კი მუსლიმი თემის კონტროლში ხედავენ. მოუწოდებთ ხელისუფლებას გააცნობიეროს მისი პოლიტიკის პრობლემურობა, სისტემური ჩავარდნები და დაიწყოს ღია და დემოკრატიული რეფორმის პროცესი, რაც ჩვენი შეფასებით პირველ რიგში მოითხოვს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაუქმებას, რომელიც გახდა ბარიერი ამ საკითხებზე სალაპარაკოთ, ამ საკითხებზე სახელმწიფო უწყებებთან რათა დისკუსიის გასახსნელად. ის ახშობს ყველა მცდელობას დისკუსიისა. ჩვენი შეფასებით ეს უწყება არის სუსის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არსებობს იმისთვის, რომ მან აკონტროლოს რელიგიური ორგანიზაციები და არა გარდაქმნას ისედაც არსებული უთანასწორო პოლიტიკა ამ სფეროში. რელიგიის საკითხთა სააგენტოს შექმნა მოხდა ფაქტობრივად აი ამ პრობლემების შუაგულში და მიმართება ამ ინსტიტუციისა არის არა პრობლემის რამენაირი მოგვარება, მედიაცია ან სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებებს შორის, ან დაძაბულ ჯგუფებს შორის, არამედ კონტროლი ამ რელიგიური გაერთიანებებისა და ძირითადი კონტროლის ინტერესი არის მუსლიმური თემი. სააგენტო არის ხელისუფლების სტრატეგიის გამტარი. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ინტენსიურ მიზანმიმართულ დევნას მუსლიმი თემისა და ეს წარმოაჩენს ასევე იმ ზოგადი პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს ხარვეზებს, რომელიც ტარდება უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გატარების პროცესში. ამდენად მე ვთვლი, რომ აქ გვაქვს ჩვენ სახელმწიფოს არამიზანმიმართულ დემოკრატიული პროცესების მიმართ არაგულწრფელ დამოკიდებულებას. სახელმწიფომ ეს ორმაგი სტანდარტი უფრო დახვეწა და უფრო შეფარული გახადა. ამის მაგალითი არის სახელმწიფო რელიგიური სააგენტოს შექმნა, რომელსაც სამწუხაროდ არაფერი ესმის და ვერაფერს ვერ ხედავს. სამოქალაქო სექტორისა და რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის, რომ გაუქმდეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, თუმცა რა სახის უნდა იყოს მომავალში მსგავსი სააგენტო თუ საბჭო, ამაზე მათი აზრით საჭირო არის კონსულტაციები კომპეტენტური პირების ჩართულობით. ისინი საკუთარ მოთხოვნებს უახლოეს დღეებში უკვე გადაუგზავნიან წერილობით პრემიერ გახარიას და პარლამენტის თავმჯდომარეს თალაკვაძეს. მადლობა, ნინო გაზელიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.